მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჩიქობავა და დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეეხოთ ნივთებს უხილავად. ნომრის დასაწყისში მაყურებელს შეგვიძლია უთხრათ შემდეგნაირი ფრაზა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნივთებს შევახოთ ისე, რომ მათ საერთოდ არ შევეხებთ. მაგალითად, იმის მიერ ამორჩეული ათიანი გული, უბრალოდ ხელზე მოვითავსოთ 1, 2, ხმა ყველას გვესმის. ახლა კი ეს ყველაფერი გავაკეთოთ შეხების გარეშე. 1, 2, 3. ანალოგიურად შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღიურ ნივთებზე, მაგალითად, ვსწავლოთ ჭიქა, ვითავსოთ ხელის გულზე. მაგ ყველას გვესმის. ახლა კი ეს ყველაფერი გავაკეთოთ შეხების გარეშე. 1, 2. ნამდვილად გვინეულია, მაგრამ გამოდის. სანამ ახსნაზე გადავალთ, თქვენთვის მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია. 15 იანვრამდე ვიწყებთ მოსწავლეების მიღებას მათთვის, ვისაც სურს, რომ გახდეს წარმატებული ილუზიონისტი და მოღვაწეობა გააგრძელოს ამ სფეროში. კურსი მოიცავს 2 თვეს და თვის განმავლობაში 8 გაკვეთილს. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით ჩემს პირად Facebook page-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში მითითებული. სამწუხაროდ რაოდენობა არის შეზღუდული, წარმატებებს გისურვებთ ყველას. იმისათვის, რომ შევქმნათ უხილავი შეხების ილუზია, ამისათვის დაგვჭირდება რეკვიზიტები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს მაღაზიაში 20 თეთრი დაახლოებით. უბრალოდ რეზინი უნდა გავიკეთოთ ხელზე. შემდეგ ხელის აი ამ მხრიდან ოდნავ ავწიოთ და დავჭიროთ ცერა და საჩვენებელი თითით. ამის შემდეგ უნდა დავატრიალოთ რეზინა, რომ მივიღოთ X-ის ფორმა. ამის შემდეგ მთლიანად უნდა მოვათავსოთ ნეკა და არა თითს შორის. ამის შემდეგ ისევ ნეკა თითის მხრიდან დავაბრუნოთ საწყის ეტაპზე და დავაფიქსიროთ ცერა თითით. ეს არის ჩვენი სეტაპი მეთოდის შესასრულებლად. გავიმეორებ, ხელის აი ამ მხრიდან ვიღებთ რეზინას, ვიჭერთ საჩვენებელი და ცერა თითით, ვატრიალებთ, რომ მივიღოთ X-ის ფორმა და ვათავსებთ ნეკა და არა თით შორის. შემდეგ ნეკა თითის მხრიდან ისევ ვაბრუნებთ საწყის პოზიციაზე და ვაფიქსირებთ ცერა თითით. ამის შემდეგ უმჯობესია, რომ კლავი ჩამოვიწიოთ და ასევე გავასწოროთ რეზინის აი ეს ნაწილი. ამ პოზიციაში რეზინი მხოლოდ ჩანს ნეკა თითზე, მაგრამ ვერ ხედავს რა თქმა უნდა მაყურებელი. ხელი უნდა გვეჭიროს აი ამ პოზიციაში. როდესაც ფოკუსს ვიწყებთ, უმჯობესია ხელი უბრალოდ ჩამოშვებული გქონდეს. როდესაც მაყურებელი თავად მოგვაწვდის ნებისმიერ ნივთს, ეს იქნება ჭიქა თუ კარტი. გამორთმევის შემდეგ უმჯობესია კარტის წამოღებასთან ერთად ჩვენი ხელი ამოვიტანოთ მაღლა. უნდა გავაკეთოთ აი ეს მოძრაობა. რომ მაყურებელმა ვერ შეამჩნიოს მაინც დაზღვევის მიზნით ნეკა თითზე არსებული რეზინა. ეს. ამის შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ შესრულებას. შეგვიძლია აქ ნებისმიერ ტექსტი მოვარგოთ ამ ყველაფერს, მაგალითად ხმა, ყველას გვესმის და შემდეგ შეხების გარეშე ვეხებით მას. ხოლო როგორ მუშაობს თქვენ მეთოდი? ცერა თითს თუ უბრალოდ რეზინას გავუშვებთ, კარტი უბრალოდ გადავარდება. ხოლო რეზინი იმალება კლავში. ისევ საწყის პოზიციაზე. გავიმეოროთ. ვიღებთ რეზინს, საჩვენებელი და ცერა თითით, ვაკეთებთ X-ის პოზიციას, შემდეგ ვათავსებთ ნეკა და არა თით შორის და ვუბრუნებთ საწყის პოზიციას. ვაფიქსირებთ ცერა თითით. ვასწორებთ რეზინს კლავზე. კლავი აუცილებლად ჩამოშვებული უნდა ქონდეს და გვიჭირავს ამ პოზიციაში, ხელი ჩამოშვებული. ვიღებთ მაყურებელს კარტს, ვათავსებთ ხელის გულზე, ვამოწმებთ ხმას 3, 2, 1 და უშვებთ ცერა თითს. რეზინი ისევ ბრუნდება საწყის პოზიციაზე. ასევე მეგობრებო, ჯგუფში ფოკუსების მოყვარულთა კლუბი ატვირთეთ ვიდეო #უხილავი შეხება, გამოიყენეთ ეს მეთოდი და თქვენთვის მექნება ძალიან საინტერესო სიახლე და ასევე გათამაშება. წარმატებები.